გამარჯობა, ბატონი თამაზ იმნაიშვილი, სამხედრო დაზვერვის სადარიგის ოფიცერი, პოლკოვნიკი, გახლავთ დღეს ჩვენთან ერთად, დიდი მადლობა. დღეს მინდა ჩვენ ვისაუბროთ ისეთ თემაზე, როგორც არის უკრაინა, უკრაინაში ომის მიმდინარეობა, თითქმის 3 წელი ხდება რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრისგან. რა მოლოდინები არსებობს ტრამპის ადმინისტრაციისგან ომის დამთავრების ან განვითარების შესახებ. და მოდი აი აქედან დავიწყოთ და მერე კიდე თანხლები ვიქცევი. კი ბატონო. დავყოთ უნდა ერთი პესიმისტური ხედვა, მეორე ოპტიმისტური ხედვა, ტაქტიკურ დონეზე საკმაოდ პესიმისტური, ასე ვთქვათ, სურათი გვაქვს. ეს არის უკრაინის სამხედრო ძალების გამოფიტვის ძალიან ისეთი სურათი. რუსული წარმატებები უნიშნელო თითქოს ტაქტიკური დონის, მაგრამ მაინც მეტნაკლებად მიიწევენ ნელა, მაგრამ მიიწევენ. კი, ძალიან დიდი მსხვერპლის ფასაც, მაგრამ მიიწევენ წინ და ეს თავისთავად ეს არის უკრაინული მხარის სამხედრო ძალის გამოფიტვის შედეგები. და იარაღის არ ქონის შედეგები. მაგრამ თუ გავიხედავ სტრატეგიულ დონეზე, მაშინ ეს ოპტიმისტურია ერთი რამის გამო. ამერიკის შეერთებული შტატები თუ დათმობს უკრაინას და დაუწყობს მოსკოვს და არც არაფერს არ გააკეთებს, მაშინ მას დედამიწაზე ძალიან სერიოზული პრობლემები, უაღრესად დიდი პრობლემები ექნება. ნუ არა მხოლოდ მას, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებსაც განსაკუთრებით ანუ თალასოკრატიულ დასავლურ ცივილიზაციას ექნება უდიდესი პრობლემა. უკრაინა რუსეთის ომზე გადის დღეს ცივილიზაციური ომის თალასოკრატებისა და თელუროკრატების ურთიერთობა. თამას, რა შეიძლება შეიცვალოს ოპტიმისტურ ვარიანტში? ან რა შეიძლება რომ ტრამპმა გააკეთოს ახლა უკრაინაში? როდესაც ტრამპმა თქვა, რომ მე 24 საათში დავამთავრებ ომს და ეს აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და პირიქით რამდენჯერაც გააკეთა ტრამპმა განცხადება ომის დამთავრებასთან დაკავშირებით, საბრძოლო მოქმედებების დამთავრებასთან დაკავშირებით, იმდენი ურსულმა მხარემ ხან არეშნიკის როლა, ხან ეს რა ვიცი ძალიან კალიბრები და ასე შემდგომ და ახალი წლის მიმართვა რუს ხალხს პუტინისა, რომელმაც პირდაპირ ღიად ყოველგვარი მიკი-მოკიბის გარეშე თქვა, როცა ჩვენ ვართ გაჩერებული, ჩვენ სუსტები ვართ, როდესაც ვიწყებთ ომს, ან когда пули свистят у виска, ჩვენ და движуха არის, ჩვენ ძლიერები ვარ და ამიტომ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. უნდა ვიომოთ, ახალი სამიზნეები უნდა აღმოაჩინოთ და ვიაროთ ასე. რა რეაქციას უნდა ველოდოთ? ტრამპმა უნდა გადადგა შემდგომი ნაბიჯები, აიძულოს მოსკოვი წამოვიდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. იგიძულება უნდა მოხდეს მხოლოდ ერთი რაღაც. პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე დღეს უაღრესად სუსტია და ყველანაირი მექანიზმი და იარაღი უნდა გადაეცეს უკრაინას საჰაერო სივრცის დასაცავად. ეს ერთი. ეს არის იგივე F-16-ები, ეს არის პეტრიოტები და ასე შემდგომ. ამავდროულად უნდა გადაეცეს აი აქამდე ნახე რა ხდებოდა უკრაინაში. ნატო შეერაღმის 1%-ია სინამდვილეში და ისიც მოძველებული მოდელებია გადაცემული უკრაინისთვის. აუ, რამდენი მისცეს და როგორ მისცეს, ამდენი მილიარდი, ეგ ტყუილია, იქ დაყენებული ძველი მოდელები, აბსოლუტური უმრავლესობა, ეს ძველი მოდელები. შეუძლია 9% მთელი ნატო შეერაღებისა თანამედროვე მისცეს. F-16-ებზე არც არის პრობლემა, მაგრამ ლაპარაკი არის 350 და ზევით კილომეტრის რადიუსის მოქმედის რაკეტებზე, ლაპარაკი არის შტორმშედევებზე, ლაპარაკი артиლერია არჩერებზე, ეს რომელიც არის შვედური артиლერია, რომელიც ცოტა აქვს. ძალიან ცოტა აქვს და ამითი დაიწყოს უკვე შორს მანძილზე, არა დრონებით, რომელიც გასაგებია, რომ მეტნაკლებად ისე იგი კარგია, მაგრამ ესეთი მასშტაბიან სურათს ვერ იძლევა, ვერანაირად მასშტაბურ სურათს ვერ იძლევა, უკვე დაიწყოს უნდა უკრაინამ კადის შიგნით ჩამოგდება ამათი. და რაც თავარია გააფართოვოს უნდა კურსკის ოლქის ისა რა ქვია, ტრაექტორია, ყველა ვარიანტი უნდა გაამართლოს. ის შიშები, აღარ ეშინია, რომ აი ვისვრი ატომურ ბომბს და ასე ვიზამ და ისე ვერ ისვის და არც ისვის და ვერც ისვის. აი რა შეასაკ. ეს არის, რატომ ვერ ისვის? დავიწყოთ იქიდან, რომ პირველი ტაქტიკური დონის
აი თუნდაც 9 კილოტონიანი, რომელიც აი პიონს შეუძლია ისროლოს და რაღაც რომ ისროლოს, ეს არის 500 მეტრის ან 1 კილომეტრის რადიუსის მოქმედ, ვერანაირად ვერ ცვლის ფრონტის საბრძოლო მოქმედებების სურათს, ვერანაირად ვერ ცვლის და ეს ერთი და მერე მეორედ მას ძალიან ეშინია ერთი რაღაცის. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა რა. თავარი რაღაცის ეშინია. რომ გასცეს ბრძანება და ვინმე მარ შეუსრულოს. იქ ხო არ არის რომ და ამის შესაძლებლობა არსებობს. რა თქმა უნდა, აბარა, იქ ხო არ არის, მაშინ სოფლიო ჩინეთის დაუპირისპირდება და უკვე აგერ მაშინ მედიაში იწერება რომ ჩინელებმა მაგ წარედ გააფრთხილეს პუტინი მაგასთან დაკავშირებით. საქმე რაშია, იცი რომ ის ხო არ უარდება უკრაინა პუტინს საკუთარ ტერიტორიაზე, მაგაზე ხო არა რომ წაართვას ისა. ის კურსკის ოლქიც ეს არის ასე ვთქვათ გასვლითი კოზირი, მეტი არაფერი, მაგრამ აიგზულოს წამოვიდეს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე. ეს არის დაახლოებით მაისი-ივნისის, ანუ გაზაფხულისა და ზაფხულის გასაყარი პერიოდი. მანამდე აგერ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ნელ-ნელა ხდება შესაძლებლობა ასე ვთქვათ ჯამშა მანქანებითა და ფრონტალური შეწევით ან რაღაცით ასე საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების. ეხლა არის ესეთი სანგრები ნიადაგი სველია, სანგრების ომია, მეტი არა შეუძლებელი. მაგრამ სანამ მივა ტრამპი იქამდე რომ აიძულოს მოსკოვი წამოვიდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, ომი კი არ დამთავრდეს, არამედ საბრძოლო მოქმედებები. ლაპარაკი გაიხინოს, ხო? მე იქ საუბარი არის როგორ უნდა მოხდეს ეს ხაზის მოწყობა, სამშვიდობო ძალები უნდა იყვნენ, როგორ უნდა, ეს სხვა საკითხებია. აქეთ არსებობს სამხრეთის ფლანგი. ნატოს სამხრეთი ფლანგი? რუსეთისთვისაც სამხრეთი. ხო, სამხრეთის ფლანგია, რუსეთისთვისაც და ნატოსთვის, ეგ ჩრდილოეთი ნაწილია. ხო, აზრხარ და ეს არის შავი ზღვის უსაფრთხოება თავიდან ბოლომდე და სამხრეთის ფლანგი ეს არის კავკასია, ეს არის საქართველო და ეხლა გამოჩნდა სომხეთი, რომელმაც აი სულ რაღაც რამდენიმე დღის წინათ ხელი მოაწერა სტრატეგიულ ჩარჩო ხელშეკრულებას და ერთი რაღაცა ვიცოდეთ. უნდა რომ ეს ღიად გამოცხადებულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო პერიოდების ყოველგვარი ნაბიჯი, რომელიც იქნა გადადგმული, პირდაპირ შეთანხმებული იყო ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან. ხო, ახალ ადმინისტრაციასთან. ტრამპს უმზადებდნენ გარკვეულ სურათს, გარკვეულ პლატფორმას უმზადებდნენ, რომ ტრამპი შემდგომში რას ნიშნავს სომხეთთან ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეობა? იქ სხვათა შორის ნახსენები არის, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობა. კი ბატონო, კი ბატონო. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენთვის აქვს ერთ თავარი მნიშვნელობა, რატომ? ნატოს და ამერიკისა და სომხეთის სტრატეგიული თანამშრომლობა თუ ჩიხში არის, სომხეთი აბსოლუტურად ნოლის ტოლია ეფექტურობა. საქართველოს გარეშე სომხეთ-ამერიკის ურთიერთობა არის ნოლის ტოლი. ვერანაირად ვერ იქნება ეფექტური. საქართველოსთან მიბმული უნდა იყოს და საქართველო ეს არის შავ ზღვაზე გასასვლელი, ეს არის ნატოს სივრცესთან გასასვლელი, ეს არის ევროპასთან გასასვლელი და ეს არის მსოფლიოსთან გასასვლელი. თვითმფრინავით ურთიერთობა ვერ გექნება ვერანაირად. აქედან გამომდინარე ეს საჭიროა ზღვა. ზღვა. ხო, ზღვა და ხმელეთი. ხმელეთი არ აქვს სომხეთს, სახმელეთო და საზღვაო გზა არ აქვს, საჰაეროს გარდა არანაირი გზა არ აქვს, რომ კონდეს ურთიერთობა დასავლურ სამყაროსთან. ეს პირდაპირ მიანიშნებს ერთ მთავარ რამეს. საქართველოს ტერიტორია არის უმთავრესი გავლენის ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების და ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ისე სომხეთთან ესენი ხელს არ მოაწერდნენ. ტყუილად რაღაც ასეთი დონის ხელშეკრულებას არ აწერენ არანაირად. თუ საქართველო არ არის ამ სფეროში, მაშინ ეს ხელშეკრულება არის ნოლის ტოლი. აქედან გამომდინარე პირდაპირ შეგვიძლია, აი როგორც 2x2 და აქსიომა თქვა, წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს გეოგრაფიულ, აი ზუსტი განმარტება ესე იქნება რა გლობალურ პოლიტიკაში. სამხრეთ კავკასიის ადგილმდებარეობა, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, სადაც განფენილია საქართველოს სახელმწიფო, არის უმნიშვნელოვანესი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური პოლიტიკისთვის და სტრატეგიული პოლიტიკისთვის. ეს არის პირდაპირ 2x2. ანუ ანაკლიის სპორტი იძენს ანაკლიის სპორტი პირდაპირ ასე ვთქვათ ბოლო წერტილი იქნება, აი როგორც წერტილს დაუსვამენ ხოლმე, რომ დამთავრდება რაღაცა, ის
ანაკლიის პორტი ეს არის ბოლო წერტილი. შავი ზღვის უსაფრთხოება. რუსეთმა რომ შავი ზღვა დაკარგა, ეს ჩვენ ცალსახად უკვე ვიცით და აღარ შემოუშვებენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რუსეთ შავ ზღვაში. ის რა ფლოტიც მას იქ გააჩნია, ეს არის ნულის ტოლი უკვე. თავარი რა დომინანტი იყო ის წყალქვეშანავიც, მოსკოვი, ხო, აღარ აქვს. შავი ზღვის უსაფრთხოება, შავი ზღვის ანაკლიის პორტი იქნება ბოლო წერტილი, ანუ დამთავრება ამ პროექტისა შავი ზღვის შიდა წყლებად გადაქცევისა. და აი თქვენ ნახეთ რამდენიმე დღის წინათ ბელგიურმა კომპანიამ განაცხადა, რომ აუ ანაკლიის პორტი აშენდება. დიახ, ნამდვილად აშენდება, მაგაზე ლაპარაკიც არ არის, მაგრამ აი რა პრინციპზე და რა სტრატეგიით აშენდება. მე წინა ინტერვიუში თქვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობა ეს აბსოლუტურად სხვა სიმწია, სხვა სიმტყია, სხვა თამაშის წესებია იქა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოწინააღმდეგეები არიან, ერთიც და მეორე მხარეს აღიარებს, რომ მხოლოდ აი ამ ორ ქვეყანას ჭირო თანამშრომლობით შეუძლია მე სხვა ქვეყნების დახმარებით გადაჭრას კაცობრიობის საკითხები, დედამიწის გლობალური საკითხები და აქ ჭირო თანამშრომლობა იქნება და ჩემის აზრით და ეს ალგორითმი რამდენიცაც ვიცი სწორია, იქნება რა ტექნიკური ხასიათის საკითხები, ეს არის თითქოს და თუნდაც აშენება მაგისი ლოჯისტიკის ტექნიკური მხარე, რაც იქნება ჩინელების. ნუ არა იმ კომპანიის, რომელიც ამაცმა გააფორმა. შესაძლოა იყოს ჩინელების, მაგრამ ადმინისტრირება მოიყოს მაგრამ რაც შეეხება მართვას, რაც შეეხება სტრატეგიას, ამერიკის შეერთებული შტატები ამას არავის არ მისცემს. გამორიცხული. და ტანდემში ბურგასი და ანაკლია ორი ხმაწყლოვანი პორტი, შავ ზღვაში მეტი ადგილი არ არის, ორად ორი ადგილია. ბურგასში აშენებულია ეს პორტი, ხმაწყლოვანი პორტი და ანაკლიაში აშენდება. ეს ტანდემი შავ ზღვას უკვე აბსოლუტურად დაამთავრებს შიდა წყლებად გადაქცევას. ვაზიანის სამხედრო, ასე ვთქვათ, აეროდრომს და მომავალ ინფრასტრუქტურას გამომდი თუ არა ადგილი ამ კომპოზიციაში. კი, აუცილებლად აქვს ადგილი და ერთი ამის გამო. ესე უსაფრთხოების ქუდის შექმნა ამ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაში, უსაფრთხოების ქუდის შექმნა აუცილებელია გამაგრებული იყოს რაღაც გარკვეული სამხედრო შემადგენლით. სხვანაირად ესე არ ხდება რა. ამიტომ ვაზიანის სამხედრო აეროპორტს უდიდესი მნიშვნელობა ექნება. უდიდესი მნიშვნელობა. ეს შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, გამანაწილებელი, სხვათა შორის მისი ადგილმდებარეობა უაღრესად ხელშეს აი მაგრამ მან უნდათ გაკეთება სამოქალაქო აეროპორტის ვაზიანში. ცირა სამოქალაქო აეროპორტს რა იმით ავაშენებთ ტრამას თვითონ საფრენბილიკებს როგორ ავაშენებთ რანაირად ავაშენებთ იმას კავშირგაბლობის სისტემას არადარო სისტემას როგორ დავაყენებთ იმის და მიხედვით მე შემიძლია სამხედრო დავსვა იქა და მე შემიძლია სამოქალაქო დავსვა იქ მაგას რა მნიშვნელობა აქვს საიდან დავიწყებ მაგრამ რას მივიღებ მე წინა ინტერვიუში თქვი რომ აუცილებელია ერთი ნატოს ბაზაზე არ არის ლაპარაკი ერთი ამერიკული ბაზა სამხრეთის ფლანგის გასამაგრებლად და არ მნიშვნელობა არ აქვს იმას 10,000 და 20,000 კაცი არ ჭირდება საუბარი თუნდაც იყოს ინსტრუქტორების ბაზაზე რომლებიც მოამზადებენ და გააძლიერებენ საქართველოს უსაფრთხოებას ყველა მიმართულება სამხედრო კომპონენტი ის რა ქვია უშიშროების კომპონენტი ჩინაგას ეს იქნება ჩვენს ერთგვარი უსაფრთხოების რა თქმა უნდა ეს არის ქოლგა აი ბოლო პერიოდში წავიდა რომ ნეიტრალური საქართველო და ნეიტრალიტეტი მაგ თემაზე ხო ეს აი როგორ არის იცი პირდაპირ თავიდან ბოლომდე მოსკოვის ნარატივია გეთანხმებით დიდი მადლობა